სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ჩვენ ვართ 52 ნაწილზე, რომელიც ჩაწერილი იქნა 1993 წლის 17 იანვარს. შემდეგი კითხვა ძალიან საინტერესოა, რომელზეც მეც სხვათა შორის სიახლეა ჩემთვის. ეს დღესასწაული ვიცოდი, ძველად თქმაში არის ლაპარაკი დღესასწაულებზე. ჩვენ ამ თავს თლიანად წავიკითხავთ, ვინც არ იცის, საიდან მოდის აი დღესასწაულები, როცა აღნიშნავენ ებრაელები ამ დღესასწაულებს და ღმერთმა როგორ დაუდო მათ და ჩვენ რა მოვიპარეთ. ამას წინებზე ლაპარაკობდი, ჩემ ძმასთან ვახსენებდი იმას, რომ სამეგრელოში იყო გასვენების დროს ფანჩატურში, არ ვიცი იცი თუ არა, ვინც სამეგრელოსთან ქონდა და სხვა რეგიონებში მე არ ვიცი, კეთდებოდა ფანჩატური. იქ ბზა იყო, მარადმწვანე ისე და ბზასგან რაღაც პატარა ისეთ გააკეთებდნენ რაღაცა კარავს, ესეთი რაღაცა გარეთ იყო იმაში ეზოში მოწყობილობა, სადაც დაასვენებდნენ ბოლო დღეს გასვენების წინ მიცვალებულს. და ეს მე პარალელი დაუკავშირე ზუსტად კარვების დღესასწაულს. კარვების დღესასწაული, რომელიც აღინიშნებოდა ებრაელში და აქაც ჩვენ ნახავთ ახლა, იყო ასევე საყვირების დღესასწაული და ამ საყვირების დღესასწაულთან არის ზუსტად ეს კითხვა დანიშნული. რომ საიდან აქვთ ხო რაღაცები აი აქ მართლმადიდებლობაშიც თუ ნახავთ თქვენ ხო ბევრი რაღაცა ღვთლის ინსტიტუტი, ბევრი ჩაცმულობები, ეს ყველაფერი ძველი ბიბლიიდან იღებს ახმას, რომელიც ახალ გახში გაუქმდა და აღარ არის საჭირო. ეს არის ამიტომ არის აღრევა აი კათოლიკეებშიც ჩვენ ნახავთ შემდეგი კითხვაზეც ამის შემდეგ რო კითხვა იქნება, მანდაც ზუსტად ანალოგია რომ კათოლიკე მღვდლები როგორ მოდი თქვათ ამ სიტყვას ვიხმარ რუსულში აპრავებენ ან იბრალებენ და უფლებას იღებენ რომ ადამიანებს ცოდვები მიუტოვოს. ზუსტად მართლმადიდებლობიც მაგას აკეთებენ, რომ ეგერი არიან შუამავლები, გესმით? და ამ დროს ჩვენ ნახავთ რა არის სწორი პასუხი ბიბლიიდან. ასე რომ ძალიან ბევრი რაღაცები დღესასწაული უნდა ვიცოდეთ ჩვენ, ხო, საიდან არის, რომ მე არ დავიბინეთ და მე დავსვათ კითხვას. ეს გვინდა? ესე იგი ეს მოპარული იყო, წამოღებული იყო. გახსოვთ ვისი? აი ზუსტად იუდეველები, გახსოვთ რომ აჭირვებდნენ ახალ ქრისტიანებს და აძალებდნენ წინდა ცვეთას რაღაცა იმეებსაც მარხულობებსაც ამ წესების დაცვას. ეს ყველაფერი აღირია და მე მოერგო წარმართებშიც იყო ხო ეს რაღაცა მღვდელსახურებები და ქურუმები და რაღაცები ხო? ეხლა ცეცხლთაყვანისცემას რო ეწევიან ქართველები და ამ ცეცხლს ათამაშებენ რომ არ გწვავს და რაღაცას. ნახეთ საიდან იმაშუება ეს ყველაფერი იღებს და ყველაფერი აღირია მე ქრისტიანული რაღაცა ახალ აქტმაში და მთლიანად მთელი ერი და მთელი ეს წარმოიდგინე მილიარდზე მეტი კათოლიკეები, ესე იგი სულ ცდომილებაში არიან. სულ ყველაფერი აქცენტი არის რიტუალებზე, დიდი ტაძრებზე, გესმით, სანახაობაზე, გარეგნულ მხარეზე და ამ დროს შიგნით ცვალებადობა არ არის ცვალებადა. მით უმეტეს ბიბლიის სიტყვაც ძალიან დაკნინებულია. მოისმინეთ, აი რიგითმა ქართველმა რა იცის, ხო? არაფერი არის. ეხლა ცდილობენ შეაზავონ ეგეც. და იმას შვებიან, ხო, ახალგაზრდებსაც, ყველას ვისაც რაღაცა მოუნდება, ჩაიყენონ თავიანთ სამსახურში. აი ამას აკეთებენ ახლა რო ვიცოდეთ ესეთ სულიერ მუშობას. მოდი აბა მოვისმინოთ ეს კითხვა. საყვირების დღესასწაული ძველად თქმაში ეკლესიის ატაცების სიმბოლოა თუ ქრისტეს დაბრუნების? აი ნახეთ მოვისმინოთ. სალამი ჯონ მოგესალმეთ, მე მესმის რომ ყველა ძველი აღთქმის დღესასწაულს აქვს რაღაცა გარკვეული წილად სიმბოლიკა ახალი აღთქმისეული აღსრულება და გარდა საყვირების დღესასწაულისა არ არის მინიშნება და თქვენ რას ფიქრობთ, ეს შეიძლება იყოს ატაცებაზე მინიშნება? და ლევიტელთა 23 თავს მე წავიკითხავ თუ რაზე არის საუბარი. უთხრა უფალმა მოსეს, ელაპარაკე ისრაელის შვილებს და უთხარი, ესენია ჩემი დღესასწაულები უფლისა, რომელთაც წმინდა შეკრება უნდა უწოდოთ. 6 დღე აკეთე საქმე, მე-7 დღე კი სრული დასვენების შაბათია, წმინდა შეკრება. არავით არის საქმე არ აკეთოთ. ეს უფლის შაბათია ყოველი თქვენგანის სადგომში. აჰა, საუფლო დღესასწაულები, წმინდა შეკრება, რომლებიც უნდა გამოაცხადოთ მათთვის დანიშნულ დროს. პირველ თვეს, თვის მე-14 დღეს დაბინდებისას, უფლის პასექია. ამავე თვის მე-15 დღეს უფუარი პურის დღესასწაულია. 7 დღე ჭამეთ ხმიადი. პირველ დღეს წმინდა შეკრება იყოს თქვენთვის, არავით არის საქმე არ აკეთოთ. 7 დღის განმავლობაში შესწირეთ საცეცხლოს შესაწირი უფალს, მე-7 დღეს წმინდა შეკრება, არავითი საქმე არ აკეთოთ. უთხრა უფალმა მოსეს. აი პირდაპირ ელაპარაკება უფალი, ხო? ელაპარაკე ისრაელის შვილებს და უთხარი, როდესაც შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გაძლევთ და მოიმკით სამკალს, პირველ მომკილი ძნა მღვდელს მიუტანეთ. და შეარხევს იგი ძნას უფლის წინაშე თქვენი სიკეთისათვის. შაბათის მეორე დღეს შეარხევს. შესწირეთ ძნის აღვლენის დღეს
უმანკო ერთწლიანი კრავი სულდასაწოლად უფლისათვის და მასთან პურეული შესაწირი ეფის 2 მიათედი ნაწილი წმინდა პურის ქვირიდან ზეთში შერეული საცეცხლო შესაწირად უფლისათვის საამო კეთილსურნელება და მასთან ერთად მეოთხედი ჰინი ღვინო სასმლის შესაწირი არც პური, არც გამოშრალი მარცვლეული, არც ახალი თავთავი არ ჭამოთ იმ დღემდე, ვიდრე მსხვერპლს არ შეწირავთ თქვენს ღმერთს. ეს მარადიული წესია თქვენს თაობებში, ყოველი თქვენგანის სადგომში. გადაითვალეთ დღესასწაულის მეორე დღიდან თქვენს მიერ შესარხევი ძნის შესაწირვის დღიდან 7 სრული შაბათი. გადაითვალეთ 50 დღე მეშვიდე კვირის პირველ დღემდე და შესწირეთ უფალს პურეული შესაწირი. მიიტანეთ შესარხევად 2 პური თქვენი საცხოვრებლიდან 2 მიათედი ეფის გამტკიცული ფქვილისაგან უნდა იყოს საფუარი უნდა გამოცხოს უფლის პირველ ნაყოფია ეს. შესწირეთ პურთან ერთად 7 ერთწლიანი უმანკო კრავი, 1 მოზვერი, 2 ვერძი. ეს იქნება სრულდასაწველი უფლისათვის, შესაწირი პურეულისა და საღვრელი შესაწირი, საცეცხლო შესაწირად, კეთილსურნელებად უფლისათვის. მოამზადეთ 1 თიკანი, ცოდვის შესაწირად და 2 ერთწლიანი კრავი, სამშვიდობო შესაწირად. უფლის წინაშე უნდა შეარხიოს მღვდელმა ეს 2 კრავი. პირველ ნაყოფის პურთან ერთად უფლისათვის ზღვნად. წმინდა შესაწირია ეს უფლისათვის, მღვდელს ეკუთვნის იგი. გამოაცხადეთ, რომ სწორედ ამ დღეს გექნებათ წმინდა შეკრება. არავით არის საქმე არა გააკეთოთ, მარადიული წესი ეს თაობიდან თაობამდე ყოველი თქვენგანის სადგომში. როცა მოიმკით სამკალს თქვენ მიწაზე, ნუ მომკით ყანას კიდემდე და ნუ აკრებთ სამკალში დაცვენილს, ღარიბს და მწირს დაუტოვეთ. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი და ეხლა იწყება ის. უთხრა უფალმა მოსეს, უთხარი ისრაელის შვილებს, მე-7 თვეს თვის პირველ დღეს იყოს თქვენთვის დასვენება. ბუკის ცემის, აი ეს არის საყვირების, ბუკის ცემის გახსენება, წმინდა შეკრება. არავით არის საქმე არ გააკეთოთ და შესწირეთ უფალს საცეცხლო შესაწირი. უთხრა უფალმა მოსეს, გამოსყიდვის დღეა მე-7 დღეს, აი ეს იამ კიპური არის ეს ყველაზე ცნობილი, ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული, იცით ხომ? გამოსყიდვის დღეა მე-7 თვის მე-10 დღე, წმინდა შეკრება გქონდეთ, დაიმდაბლეთ თავი და შესწირეთ უფალს საცეცხლო შესაწირი. არავით არის საქმე არ გააკეთოთ იმ დღეს, რადგან გამოსყიდვის დღეა, თქვენი გამოსყიდვის უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე. ყოველ სულს, რომელიც არ დაიმდაბლებს თავს ამ დღეს, მოუკვეთ თავისი ხალხისგან. ვინც ამ დღეს რაიმე საქმეს გააკეთებს იმ დღეს, მოვსვობ თავის ხალხისგან. არავით ეს საქმე არ გააკეთოთ, მარადიული წესია თქვენს თაობებში, ყოველი თქვენგანის სადგომში. დასვენების შაბათია ეს თქვენთვის და დაიმდაბლეთ თავი თვის მე-9 დღის საღამოს. საღამოდან საღამომდე დაიცავით შაბათი. უფალმა უთხრა მოსეს. უთხარი ისრაელის შვილებს. კარობის, ახლა კარობის დღესასწაული მე რო გითხარით ის ფანჩატური. კარობის დღესასწაულია მე-7 თვის მე-15 დღიდან 7 საუფლო დღე. წმინდა შეკრებაა პირველ დღეს, არავით არის საქმე არ გააკეთოთ. 7 დღეს შესწირეთ უფალს საცეცხლო შესაწირი, მერვე დღეს წმინდა შეკრება იყოს თქვენთვის და შესწირეთ უფალს საცეცხლო შესაწირი. საზეიმო შეკრებაა ეს, არავით არის საქმე არ გააკეთოთ იმ დღეს. აჰა, დღესასწაულები უფლისა, რომელსაც წმინდა შეკრებად გამოაცხადებთ, რათა მიართვათ უფალს სრულად დასაწველი საცეცხლო შესაწირი. პურეული ძღვენი, დასაკლავი მსხვერპლები და შესაწირი სასმელი. თითოეული თავის დღეს. გარდა უფლის შაბათებისა, თქვენი ძღვნისა, აღთქმული შესაწირისა და ნებაყოფლობითი მისატანისა, რომელთაც თქვენ მისცემთ უფალს. მაგრამ მე-7 თვის მე-15 დღეს, როცა ქვეყნის მოსავალს მოაგროვებთ, იზეიმეთ უფლის დღესასწაული 7 დღეს. პირველ დღეს დასვენება და მერვე დღესაც დასვენება. აიღეთ პირველი დღეს მშვენიერი ხის ნაყოფი, პალმის, სქელფურცლოვანი ხის და ნაკადულის ტირიფის რტო და იხარეთ უფლის თქვენი ღმერთის წინაშე 7 დღე. 7 დღე იზეიმეთ წელიწადში, ეს დღესასწაული უფლისათვის. საუკუნო წესია ეს თქვენს თაობებში, მე-7 თვეში დღესასწაულით იგი. კარვებში იცხოვრეთ 7 დღე. ისრაელის ყოველ მკვიდრა კარავში იცხოვროს, რათა იცოდეს თქვენმა შთამომავლობა, რომ კარვებში დავასახლე ისრაელის ძენი, როცა გამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან. მე ვარ უფალი თქვენი ღმერთი და გამოუცხადა მოსემ უფლის დღესასწაულები ისრაელის შვილებს. აი ეს არის ის რაც მე მინდოდა თქვენ გწოდნოდათ, ვინც არ იცით, რომ ბევრი რაღაცა ახლა იმ მღვდლებზე რო იყო ლაპარაკი. ხედავთ როგორ გადმოიტანეს და მოირგეს მერე უკვე თავისი. ეს მითითება ისრაელისთვის და იესო ქრისტეს მოსვლის შემდეგ ეს ყველაფერი გაუქმდა. გაუქმდა, იმიტომ რომ მასში აღსრულდა ყველაფერი ეს. ეს იყო სიმბოლიკა, მითითება და იესო ქრისტემ გააკეთა ეს გამოსხივდა კაცობრიობის. ხედავთ და ებრაელებმა არ მიიღეს და ქართველები ზუსტად მაგაში რჩებიან. შეთითხნეს, შეაზავეს და ამიტომ არის ჩვენთან გაუგებრობა. ახლა ჯონ მაკარტური როგორ პასუხობს ამ კითხვას, არის თუ არა ეს სიმბოლო ეკლესიის ატაცებისა.
ჯონ მაკარტური იწყებს იცით ალბათ რომ მე ამ საკითხში დიდად კარგად არ ვარ გათვითცნობიერებული რაც ეხება სიმბოლიკას ბიბლიაში შეიძლება მართლაც საყვირის დღესასწაული იყოს პარალელი ატაცებასთან შესაძლოა არ მინდა ამაში დოგმატური ვიყო შეიძლება იყოს პარალელი ქრისტეს დაბრუნებასთან რათა დაამყაროს თავის სამეფო ეს შეიძლება იყოს ამაში რაღაცა გამოსახულების ნაწილი რა თქმა უნდა ამ დღესასწაულების მიზანი ამ დღესასწაულის დანიშნულება ეს იყო რომ უკან გაეხედათ მათ და გაეხსენებინათ თუ რა გააკეთა ღმერთმა მათთვის მაგრამ ასევე ეს არის ხედვა მომავალშიც რაც ელოდათ და რაც ახდა ქრისტეში და რაც კიდე მოხდება მეორედ მოსვლისას ასე რომ ზოგიერთი ადამიანმა შეიძლება თქვას რომ ეს ცხადია ეს დღესასწაული სულთმეფოვნების დღესასწაული რომელიც არის შეკრება ეს არის ეკლესია იკლიბება და აქ არის ზუსტად ეს მოსავალი ნაყოფები და ყველაფერი და შემდეგ არის საყვირების დღესასწაული რომელიც არის კულმინაცია და დიდების ზეიმი და მე შეიძლება ესეც დავინახო არიან ისეთებიც ვინც ბიბლიის რამოდენიმე მასწავლე რომელთა შესახებაც წარსულში წამიკითხავთ რომლებიც ამაში ქრისტეს ატაცებას ეკლესიის ატაცებას უტოლებენ ხოლო მეორეები ქრისტეს მეორედ მოსვლას როგორც საყვირების სიმბოლოს აღსრულებას ქრისტეს დიდებას და ამ ყველაფერს მაგრამ მე როგორც გითხარით პირადად არა ვარ დიდად სიმბოლური ადამიანი სიმბოლოებში გარკვეული ადამიანი იცით რომ ამაზე მე დიდი დრო არ დამithმია მაგრამ მიუხედავად იმისა ეს არის თუ არა ღვთის განზრახვა საყვირების დღესასწაულის სიმბოლიკასთან დასაკავშირებლად შეიძლება თქვან რომ მე ერთი რამე შემიძლია მითხრათ ეს მაინც აუცილებლად მოხდება როგორც ატაცება ასევე ქრისტეს დაბრუნება როგორც არ უნდა უწოდოთ მას და როგორი სიმბოლოთით თქვენ არ უნდა გაიხსენოთ თავარი ეს არის რომ ეს გარდაუვალი ფაქტი ჩვენ გველოდება როგორც ატაცება ასევე მე ქრისტეს დაბრუნება და ჩვენც ბრუნდებით მასთან ერთად აქ დედამიწაზე რომ ვიმეფოთ ეს არის თავარი რა თქმა უნდა ძველ აღთქმაში არსებობს ატაცების და დაბრუნების გამიჯვნაც რომ იცოდეთ ამიტომ მე ყოყმანობ და თავს ვიკავებ იმაზე ვიფიქრო საყვირების დღესასწაული რომ მხოლოდ ეს ატაცებასთან იყოს დაკავშირებული შეიძლება უფრო სწორია ითქვას ქრისტეს დაბრუნებასთან უფრო არის ეს კავშირში გასაგებია დიახ მადლობ ჯონ პასუხისათვის გასაგებია